Arte
ორი ცხვარი. ყველას ბედნიერი და ღირსეული ცხოვრების საშუალება მისცეს. ცხენი, ძროხა, ასავე ცხვარი. მას რატო ვიყოფებით ასეთ სიდუხჭირეში? იმიტომ რომ თითქმის მთელ ჩვენს ნაშრომს ადამიანები აი რაშია მეგობრებო საქმე. ადამიანი თავი და თავია ჩვენი უბედურებისა. იგივე ჩვენი ერთადერთი ნამდვილი მტერი. აი რაშია მეგობრებო. ადამიანი ერთადერთი ქმნილებაა, რომელიც ხოლმე თანცქავს და არ ქმნის. ისინი იცულებით გვამუშავებენ და სუსტად გუნდეს ვიყავებენ, რომ შიმშილ ცული არ ამოწეს. დანარჩენს კი თვითონ ითვისებენ. ამ გამწარდულ ცხოვრების დღეებსაც ძალები მოკლებენ და ბუნებრივ სიკვდილსაც არ გვაცლიან. ჩემ თავს როდის ვჩივი? მე კიდე იხბლიანი გამოვიდა. 12 წლისა ვარ და ამ ხნის გამრავლობაში 400 ხორი დავყარე. მაგრამ ვერცერთი ვერ დაუძვრება ულმობელ დანას. ულმობელ დანას. დღესავით ნათელია. ამ ქვეყნად ხო არ გაებართებს სათავე ადამიანს ტირანია. არ ვიცი როდის მოხდება ეს? ეკვიანში? თუ 100 წლის შემდეგ. მაგრამ დაწუნებული ვარ რომ სამართლიანობა გაიმარჯვა. ოღონდ გახსოვდეთ ჩვენი სიმტკიცე ვერაფერმა ვერ უნდა შეარყიოს. ვერაიმე მოსაზრებამ ვერ უნდა აგვაცინოს დას. არ დაიჩერო თუ ვინმე გეტყვით რომ ადამიანსა და ცხოველს საერთო ინტერესები მოეპოვებათ, რომ ერთის სიმდიდრე მეორის კეთილდღეობას ნიშნავს. ეს სიცრუეა. ადამიანი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას ემსახურება. ნებისმიერი ადამიანი უკრება ყველა ჩვენი მტერია.
რაც მთავარია, არც ერთმა ცხოველმა არ უნდა დაერჩოს თავისი თანამოძღვრე. სუსტი თუ გონიერი თუ ნუ ყველა ძმები ვარ. არასდროს ასეთმა ცხოველმა არ უნდა მოკლეს მეორე ცხოველი. არ უნდა დავაყაროთ ტირი ალკოჰოლს. ყველა ცხოველი თანასწორია. ჩემი წინა ღამის სიზმარი. ეს იყო დედამიწა, რომელზეც აღარ არსებობდა ადამიანი. ამერიმერნო, გიამბობთ ახალ ქვეყანაზე, მომავალ ოქროს ხანაზე. ძალიან სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან. ამ დილით დაგინახე იმ მესერთან. მე საკმაოდ მოშორებით ვიყავით. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ მომჩვენებია და ნამდვილად დავინახე, როგორ აფერებინებდი თავს ადამიანს. რას ნიშნავს ყოველივე ეს მოლი? უილია, მე ასა დავყოფილვარ. ეს არის მართალი. მოლი თვალებში შემომხედე. შეგიძლია გაიფიცო, რომ ის კაცი არ მოფერებია ცხვირზე. უილია.
ამავიდან სამი დღის შემდეგ მოლი გაქრა. მე არ მჯერა ეს. დაუმაჯოს ცხოველების ფერმი. ამხანაგებო. იცით ვინ აგებს ამისთვის პასუხს? იცით ვინ იყო ამაღამ აქ? და ვინ დაგვიგრია წისქვილი? მოლი. მოლი! ეს მოღალატე შემოიპარა აქ სიბნელეში და ჩვენი ერთი წლის ნაშრომი მოსპო გაანადგურა. ამ მიერიდან მე სიკვდილის განაჩენი გამომაქვს მისთვის. ნებისმიერი ცხოველი, ვინც ამ სამართალს აღასრულებს, მიენიჭება ცხოველთა გმირის მეორე ხარისხის წოდება. მე არ ჯერაеш. მოლი მამაც რადიომა ბოსრის დოლარში. მე თვითონ ვიყავი ამის მოწმე. განაჩენ თვითონ არ მივანიჭეთ. მას ბრძოლის დამთავრებისთანავე ცხოველთა გმირის პირველ ხარისხის წოდება. ეს ჩვენი შეცდომა იყო ამხანაგებო, რადგან ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ მას ჩვენი ხიბათში გამახტნა განზრახული. ყოველივე ეს ჩვენ მიერ აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტები დასრულდება. მაგრამ იგი დაიწყო. ყველა ვხედავდით, როგორ მიბოდა გასისხლიანებული. ეს ჩამიგრებული სპექტაკლის ნაწილი იყო. ჯონსის ყურა მხოლოდ დაკაცა იგი. კითხვა შეგეძლოთ, მისივე ჩანაწერებს გიჩვენებთ. გეგმის თანახმად მოლის ნიშანი უნდა მიეცა და ყველა გაქცეულიყო, რათა ბრძოლის ველი მტერს დარჩენოდა. და მან რა მიხარ დაკიდეთ ეს? რამის კი არა, ნამდვილად ჩნდება ჩვენ ვერა დამხანაგ ნაპოლეონს, გვირობა რომ არ გამოეჩინა. განანა გახსოვთ ზუსტად იმ დროს, როდესაც ჯონს თავისი ჯარით შემოიჭრა. და როგორ ერთბაშად გავარდა მოლი. მას ბევრი სხვაც გაჰყვა. ნუ თუ ის დაგავიწყდათ, რომ სწორედ იმ დროს, როცა ჭღერაში დადებულება მოიცვა. სწორედ ამხანაგი ნაპოლეონი გადმოხდა ჭკვილით. სიკვდილი ადამიანთან მოძრაობს. და ჯონს ფეხებში ხბილებით ჩაარჩო. ეს ხომ ყველამ ჩვენ უნდა გვახსოვს? მე არ მჯერა, რომ მოლი თავიდანვე მოღალატე იყო. შემდეგ რა ჩაედინა, ეს სხვა საკითხია. მაგრამ ოთხის ბრძოლაში რომ ერთგული მეგობარი იყო, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენი ბელადი. ამხანაგი ნაპოლეონი კატეგორიულად აცხადებს. კატეგორიულად რომ მოლი პირველივე წუთიდან ჯოუსის აგენტი იყო. დიახ, ბევრად ადრე, ვიდრე აჯანყების ხსენება იქნებოდა. ეს სულ სხვა. თუ ამხანაგ ნაპოლეონს ასე მიაჩნია, მას ეს უდავ ჭეშმარიტება. აი ეს მესმის. აი ეს არის საკითხის სათქმის სწორი მიღწევა. ყველა საყურადღებლად ვამბობ. თვალები ფართოდ გქონდეთ დაჭყედილი. რადგან გვაქვს საბაბი ვიფიქროთ, რომ მოლის ზოგიერთი შენიღბული აგენტი ჩვენ შორის იმალება. ყველაფერი გვიანვეთ. დიახ, ჩვენ საიდუმლო კავშირი გქონდა მოლისთან მისი გაძვირების დროიდანვე. ჩვენ ერთად მოქმედებდით წისქვილის განადგურებისას. აღნა
და არ შეგვესრულებინა თქვენი ბრძანებები. ნამდვილად ის მაშინ ნახე. კი ბატონო, მეც ვიყავი. ჩვენ ოთონის ირგი ვარბენეთ თქვენი ერთგული მსახური. ვარბენეთ, კიდე ვარბენეთ და ყველების დავახვრით. მე ხორბით ბოლა მოსავლიდან 6 მართალი მოიპარე და ღამით ჩაგდამე. მე სხეულის სპიდითები ჭაში ვშევდათ. გისმენთ. მე გვარდი გამოსავალი მუშაობის გაძლიერებაშია. 1 საათით ადრე ავდგები დილაობით. ეს მიწაწყალი ეს კამიდავო თითქოს შეესაკუთრებაა. არ მესმის ვერ წარმომიდგენია თუ ასეთი რამ უხდარიყო. რომ შემეძრო ჩემი ფიქრების გამოხატვა. ახლა ვიტყოდი რომ ჩვენ სულ სხვა რამეზე ვოცნებოდით. ვინ წარმოიდგენდა რომ ასე წეროსა და ლენტას მოესწრებოდი. მეგონა რომ ვიბრძოდით თანასწორუფლებიანი სახელმწიფოსთვის. ხონიერ სულს ისე გაიცავდა. ამის ნაცვლად შავდღეში აღმოჩნდით. ვერავინ ბედავს საკუთარი აზრის გამო. ჩვენი ბელადი ან ხანაგინა ბალაევი. ყველა ცხოველის მამა. ადამიანთა ის ცხოველების მათენალი. ჩვენი ბელადი ამხანაგი ნაპოლეონის ხელმძღვანელობით 6 დღეში 5 კვერცხი დავდე. მადლობა ჩვენს მარჩენას ახანაგს ნაპოლეონს. ამხანაგი ნაპოლეონი სულს გაფავს. ამხანაგი ნაპოლეონს საწამლავი ჩაუყარეს და მოწამლეს. ამხანაგი ნაპოლეონი რომ დაეღუპოს რა შეშველება? ამხანაგი ნაპოლეონის უკანასკნელი განცხადება. ალკოჰოლის მიღება სიკვდილით იხდება. მაშინ მონები ვიყავით. ეხლა თავისუფლები ვართ. ეს უმთავრესია. გაუმარჯოს ამხანაგ ნაპოლეონს. მაშინ მონები ვიყავით. ეხლა თავისუფლები ვართ. იქ მეგობრებო. აი იქ იმ შავი ბუბლების მიღმა მდებარეობს შაქრის მთა. ესა ბედნიერი ქვეყანა, სადაც ჩვენაი ბეჭა საუკუნე სასუფეველს ვერ პოვებთ. ერთ-ერთი ჩემი ყველაზე მაღალი აფრენის დროს მე მივახციე იმ ქვეყანას და საკუთარი თვალის ვნახე უკიდეგანო მდელოები და ნამცხვებითა და შაქრით დახოცებული ბუჩქები. ჭეშმარიტი ბედნიერება მდგომარეობს ბევრ შრომასა და მოგზაურებულ ყოფაში. შიმშილი გაჭირდება და უგადეხილობა ცხოვრების უთვლელ კანონებს წარმოადგენს. ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია. მეგობრებო, ნუ წაიღო თქვენს მომხრეებს სასაბრაულოდ.
ახლა კი ბატონებო. მე მინდა ერთი საზღვარგრძელო ვთქვა. გაუმარჯოს ცხოველების ფერმას. გაუმარჯოს მის შემდგომ აყვავებას. მე ვთავაზობ საზღვარგრძელოს. გაუმარჯოს მამულის აყვავებას. გაუმარჯოს მამულის აყვავებას. Thank you.